დიახ, ნახეთ დააკვირდით დასავლეთის მოქმედებებს, მე მინდა რომ ანალიზი გავაკეთო და საზოგადოებას მინდა რომ მივაწოდო ეს აზრი. დავაკვირდეთ დასავლეთის მოქმედებებს. ერთ შემთხვევაში დასავლეთი იძახის რომ ზელენსკი არის დემოკრატი, თავისუფლების მოყვარე ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო და რომელსაც უყვარს თავისი ხალხი. ხოლო მეორე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ ზელენსკი არის დიქტატორი, ტირანი, რომელიც ებრძვის თავის ხალხს, რომელიც ახშობს თავისუფალ აზრს, რომელიც სპობს მასმედიას, რომელიც დევნის ოპოზიციურ პარტიებს, რომელიც დევნის ეკლესიას და დევნის იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რაც უკრაინელ ხალხს გააჩნია. შესაბამისად, ეს ორი სტანდარტი ჩვენ ორ სტანდარტს გვიწესებს ეგრეთ წოდებული დასავლეთი. საიდანაც აბსოლუტურად ხშირ შემთხვევაში ათამაშებენ თითქოს და დემოკრატიული პროცესია ის უკრაინაში რაც ხდება რომ არჩევნები არ ტარდება და მეორე შემთხვევაში ჩვენ ვიგებთ რომ და რეალურ ფაქტს ვაწყდებით იმას რომ ზელენსკი არის ტირანი. აქედან გამომდინარე თავარი არის ამ შემთხვევაში რომ თუ ვინ არის ზელენსკის მხარეს. როდესაც ჩვენ გავყვირივართ რომ დასავლეთი არ არის იმ ღირებულების მატარებელი რაც თუნდაც ადრე იყო, ეს არის ფაქტი. როგორ შეიძლება ჩვენ ზელენსკის უწოდოთ რომ ეს ადამიანი არის დემოკრატი ან დემოკრატიის შუქურა? ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თავად ამერიკის შეერთებული შტატები ამ ადამიანზე იძახის რომ ეს არის ტირანი. და როდესაც ტირანია გაბატონებულია ქვეყანაში, ვერც ერთ შემთხვევაში ეს ადამიანი ვერ იქნება დემოკრატიის რაღაცა ლიდერი და დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, ხოლო თუ დავაკვირდები და ანალიზს გავაკეთებთ, აქ ჩვენ დავინახავთ რომ ამ ადამიანს მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ღიად უჭერენ მხარს, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, მათ შორის გერმანია და მათ შორის საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად თუნდაც დიდი ბრიტანეთი, თუნდაც გერმანია არ არიან შინაგანად დემოკრატიის ფასეულობების დამცავები და ეს არის ფაქტი. ჩვენ რაც არ უნდა ეხლა ნიუანსებში შევიდეთ და პოლემიკა გავმართოთ, ეს არის ფაქტი რომ ზელენსკის მიმართ ეს ადამიანები და ეს სახელმწიფოები არიან ლოიალურად გაწყობილები. როდესაც ჩვენ ნათლად ხედავთ რომ ზელენსკი აბსოლუტურად მოწყვეტილია თავის ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ სხვისი ქვეყნის ინტერესებს ასრულებს და როგორც ახლა ამ გადაცემაშიც გაჟღერდა ის თანხები, რომელიც თავის ქვეყნის ინტერესების უნდა მოხმარებულიყო, ეს თანხები არ მიედინება უკრაინის ხალხის ჯიბეებში და ინტერესებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს მოქმედებები, რაც დღესდღეობით, ესე ვთქვათ, ცხადი გახდა და სიცხადე ჩვენ დავინახეთ საზოგადოებამ, ჩვენ ნათლად დაგვანახა რომ დღეს თუ ხვალ დარწმუნებული ვარ რომ ზელენსკი წარდგება სასამართლოს წინაშე და ამ სასამართლოს მოუწყობს ხალხი.